გამარჯობა, მოგესალმებით ყველას YouTube არხზე დვალიშულთან და რასაკვირველია ჩვენ პლატფორმებზე, მადლობა რომ ხართ ჩვენი გამომწერები. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ვისაუბრებთ საოცარ ადამიანთან, ისეთ კაცთან, როგორც არის გიორგი ჭანიშვილი, კაცი ხმა ძიუდოს სამყაროში, თითოეულმა თქვენგანმა რასაკვირველია, ძალიან კარგად იცით და მე პირადად არ მომერიდება თქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმომადგენელი აი ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას უძღვება, როგორიც არის ოლიმპიური თამაშები, ძიუდოს გულისხმობ, რასაკვირველია უფრო მეტწილად. გიო, მადლობა პირველ ყოვლისა და თუ არ ვცდები 10 წელი გავიდა, ხო? აი იმ საქმიანობის სტარტიდან, რასაც შენ დღეს ხელი გაქვს მოკიდებული და ხელი გაქვს მოკიდებული ძალიან მაღალ დონეზე. გამარჯობა ლაშა, მივესალმები ასევე ჩვენს მაყურებელს. 10 წელი ხო ეხა დავფიქრდი და მართლაც ცოტა არ არის, უკვე ისე ვართ, ამიტომაც არის რომ ჩამოუჯექით რომ წელის ტკივილები წელის ტკივილი დაგვეწყო ხო 10 წელი მართლა ცოტა არ არის, მართლა დრო ძალიან სწრაფად გადის, თუმცა 10 წელში უკვე იმდენი რაღაცა დაგროვდა რომ ოლიმპიური თამაშები ახსენე ხო და ძალიან ბევრი ემოცია, სიხარული, ცოტა ესეთი მომენტებიც, როდესაც მithქვამს, რომ აუ ნეტა ეხლა დიქტორი არ ვიყო რა, იმიტომ რომ ყოფილა ეგ. კი, ყოფილა, იმიტომ რომ ხანდახან მიწევს ხოლმე და გამომიცხადებია ისეთი რამ, რაც მაგალითად, როგორც გულშემატკივარი, რთულია, ძნელია რა, ვთქვა, შენი ქართველი სპორტსმენი აგებს, ემოციურად აგებს, ოლიმპიურ ოქროს კარგავს და შენ ამ დროს უნდა გამოაცხადო gold medalist representing Azerbaijan, Zelim Kotsov. აი ძნელია რა, მაგრამ აბა როგორ უნდა სხვანაირად არ გამოვა. ამიტომ მაგას ვამბობ, რომ ყოფილა ესეთი რთული მომენტებიც, ხანდახან ყოფილა მომენტები, როდესაც მე გამომიცხადები ისეთი ადამიანი არ დავწვრილმანდები, აღარ მინდა მაგაზე, მაგრამ რომელიც მაინც არ გისიამოვნებს მისი გამოცხადება, რომ ეწრება ესა და ეს, ან აჯილდოებს ესა და ეს. საქართველოში არა, სხვა ქვეყანაში ვამბობ, მაგრამ მაინც უფრო მეტად გამახსოვრდება ესეთი ემოციური გამარჯვების მომენტები და რაღაცნაირად აი მე მიხარია ის, რომ გამიმართლა ძალიან ის, რომ ისეთ პერიოდში მომიწია მუშაობა დიქტორად და მიწეს მუშაობა დიქტორად, როდესაც ჩვენ ესეთი თაობა გვყავს ჯუდოში და ჩვენი ნაკრების წევრები ესეთ წარმატებას აღწევენ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე, რო აღარ ვთქვათ Grand Slam-ი, Grand Prix, Masters და ევროპის ჩემპიონატები და სხვადასხვა ტურნირები. ამასობაში 10 წელიც გავიდა. კი ბატონო, მაგრამ ამასობაში შენ მაგალითად როგორც კოცოევს თელმა ერმა ავიღეთ და დავკიდეთ ის ოქროს медали, ჩვენთვის გაკუთვნილი ოქროს медали, ქონია იმის ბედნიერებაც, რომ გამოგიცხადებია ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი. ყველაზე მაგარი მომენტი მე სურდა როგორც დიქტორს, რომ ერთხელ მაინც თავიდან იყო ჩემი სურვილი, რომ ერთხელ მაინც მოუხვედრილიყავი ოლიმპიურ თამაშებზე როგორც დიქტორი და ამის სრულდა ეს ოცნებას და სურვილიც და მეორე შემდეგ უკვე როცა გავთამამდი, უკვე ოლიმპიადაზე ვარ, რო თქვი, ეხლა უკვე შემდეგი ყველაზე მთავარი რაც იყო ის, რომ უკვე გამიჩნდა ესეთი ოცნება, რომ ქართველი ერთხელ მაინც გამომეცხადებინა ოლიმპიურ ჩემპიონად და ტოკიოში პირველად მოხდა ეს დიდი სასიხარულო ამბავი და შემდეგ უკვე პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც ლაშა ბექაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და რასაც მე არ დამოვიწყდება არასოდეს ის ემოციური მომენტები. სულვიხსენებ ხოლმე რომ აი როცა გახდა ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი, მახსოვს მე მე ვნახე კადრები, რა ხდებოდა საქართველოში, ხო? ეგ დროს მთელი საქართველო გადადიოდა ყირაზე სიხარულისგან. სოფლე არხილოს კალოში, სადაც ლაშას ოჯახის წევრები უყურებდნენ გუდამაყრისკენ, კიდე თბილისში, ტელევიზორ რა ამბავი იყო, ყირაზე იყო სიხარული და რაღაცა და ამ დროს მე იქ უნდა ყოფილიყავი მაქსიმალურად თავშეკავებული, რაღაცნაირად ისე რომ აი მე თქვა თავარი ფრაზები რომ gold medalist and Olympic champion representing Georgia, ლაშა ბექაური. ეს რაღაცა. ხო აი და თან პლუს იქ როგორ არის იცი ლაშა რომ ეს ხო შენ როცა გინდა მაშინ ხო ვერ ამბობ ამას, იქ არის მით უმეტეს დაჯილდოების ცერემონიის დროს, ცერემონია არის, ხო? რაღაცა იქ რეჟისორი ყავს,
სტარტ გეუნება, შენ იწყებ, მერე უნდა მუსიკა, მერე ცოტა ხანი დაელოდო. სანამ ის არ გამოვა, ვინც აძლევს მედალს, მანამდე არ უნდა თქვა ვინ აჯილდო. მოკლედ აი მთელი ნიუანსები არის რა. და ანუ უნდა დაამთხვიო, როცა კადრში ჩანს, მაშინ უნდა თქვა. როცა გამოჩნდება, თითოეული წამი მნიშვნელოვანია რა. ანუ უნდა იყო მაქსიმალურად კონცენტრირებული იმაზე, თუ რა ხდება იმ დროს, იმ წუთას, იმ მომენტში და ძალიან მოკლედ ბედრი გახარებული ვარ და ბედნიერი რომ ლაშამ კითხვა 4ჯერ უნდა გავხდეო, მაგრამ 2ჯერ უკვე გამოვაცხადეთ და კიდე 2-იც გამოვაცხადე. კიდე 2 ხო, შენი რა მიდის? შენი რა მიდის? ადე კიდე გამოვაცხადე ლოს-ანჯელესში და შემდეგი ავსტრალიაშია 2022-ში. აუცილებლად, რატომაც არა. დაღლა ჯერ ადრეა. წარმომიდგენია რამდენი საინტერესო ისტორია გაქვს დაგროვილი. გარდა ბიჭებთან და ქართულ ძიუდოისტებთან ურთიერთობისა, ხო აი ამ ხელა 10 წლის განმავლობაში რამდენ მსოფლიოზე, რამდენ გრან-პრიზე, რამდენ ევროპაზე, ოლიმპიადაზე ნამყოფი კიდე ცალკე ისტორიები. ხო, ბევრია ესეთი, ხო. უფრო იცი რა არის, უფრო ოლიმპიადაზე ხდება ხოლმე ესეთი მომენტი, იმიტომ რომ იმდენად ოლიმპიური თამაშები იმდენად საინტერესოა, იმდენად ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ შორის ცნობილი ადამიანები, თქვათ, მსახიობები, მომღერლები, პრეზიდენტები ჩამოდიან და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ხო? რომ უფრო აი ოლიმპიადებზე ხდება ხოლმე ესეთი რაღაც ესეთი მომენტები, დავარქვათ ესეთი სახალისო მომენტები, ეხა გამახსენდა ძალიან ესეთი მომენტი გადამხდა პაუ გასოლთან, რაც არ უნდა უცნაური იყოს ღრაშუაში, ხო, დაუშვათ პაუ გასოლი უცებ ეს პარიზში ხდება? პარიზ ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა ისე, რომ მოკლედ პაუ გასოლი ყოფილა ოლიმპიური კომიტეტის, ანუ საერთაშორისო კომიტეტის ოლიმპიურის წევრი, რაღაცა მაღალი თანამდებობის და ну, როგორც სტუმარი იყო დაპატეჟებული, მოსული იყო და მე მგონი ლაშას დაჯილდოების დღე იყო და იცი როგორ არის ლაშა რომ მთელი დღე მე რო ვაცხადებ, ანუ არა მაქვს დრო რომ რა უშოთ რაღაც გავიდე დავისვენო რაღაცა და იყო რაღაც 15 წუთიანი მონაკვეთი, როცა ასე ვთქვათ, ну, საპირფარეშოში უნდა გავცეულ ხო, ავის დალევოგინა ადამიანს, ხო, სხვა რა უნდა გააკეთო ხა იქ, ხო? ხო და ისე მოხდა რომ ძალიან დიდი რიგი იყო და ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ 15 წუთში დაჯილდოება იწყება. და მახსოვს რომ ამ რიგს გადავახტე, იმიტომ რომ ძალიან შანსი არ იყო. ეს არენა რომელიც სადაც ძიუდო ჩატარდა იყო, ახალი სპეციალურად ააშენეს და ცოტათი ახალი იყო და სულ რამდენიმე წერტილი იყო ამის მაგამის, ხო და მახსოვს რომ კარზე იმდენად დროში ვიწვებოდი რომ კარზე უკაკუნებ ადამიანს, არ ვიცი ვინ არის შიგნით რა, რომ მეთქი please fast ვეუბნები რომ very sorry but please fast და ბოლოს ტვინი რო წაუღე, გააღო ეს კარი ტიპმა და მახსოვს რომ ესე რომ გაიღო და აი ესე შევხედე ესე ზემოთ აღარ დამთავრდა და ზევითეთ პაუ გასოლი რომელიც ბოდიში ტუალეტიდან გამოვაგდე რა თქმა უნდა დამავიწყდა ყველაფერი რა ხდებოდა რა იყო გამოვიდი ვისთვის იყავი ვაი მეთქი პაუ გასოლ ესე უთხარი და მე ვარ რა გინდა რას მიკაკუნებო გამოვი ზაზაფაჩულიაზე ვილაპარაკეთ ბექაურის სამბავი მომილოცა რაღაცა და ნუ ამასობაში დაიწყო დაჯილდოების ცერემონია გავიქეცი რა. ანუ ესეთი მომენტები რაღაცები ბევრი გადამხდენია რა. კი, მე ვიცი ერთი შენი მომენტი, კაი, ჩაცმულ დახურული, აბსოლუტურად სხვა მისით პარიზში ჩასული თუ სწორად მახსოვს, VIP შესასვლელიდან რომ თამაშზე შეგზანდი, ეგეც ხო იყო ეგეთი. რო არ გიშვენდი. ეს საიდან მე ყველაფერი ვიცი. ეს საიდან გაიცოდი? იყო კი. მოყევი აბა. ფოტოშორის საიდან წავიდოდი? ძიუდოდან წავედი მანდაც. ძიუდო ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი, ალექსი დავითაშვილი გახდა მე-9 მსოფლიო ჩემპიონი და მაგ დღეს არის ჩემპიონთა ლიგის მატჩი PSG მიუნხენის ბაიერნი. ოღონდ უკვე დაწყებულია შენ რო გაიქეცი, ხო? ხო, ეხლა რა მოხდა, იცი რომ ბილეთი მქონდა ნაყიდი, ოღონდ ბილეთი მაქვს ნაყიდი, რომელიც არ ღირდა იაფი ეს ბილეთი და ესე იგი მატჩი იწყებოდა 9 საათზე ფეხბურთი და მაინდა-მაინც იმ დღეს ძიუდოს ეს ჩვენი ტურნირი დამთავრდა 9 საათზე. არა, 10 საათზე დამთავრდა. ხო, მეორე ტაიმი იყო და უნდა მიგესრო მეორე ტაიმისთვის. კი, ანუ მაინც მე მითხროს რომ ჭანო ვერ მიასწრებ მეუბნები, მეთქი არა მივასწრებ.
მეორე ტაიმსო თუნდაც ვნახო 5 წუთი კვარა დავინახო თან ლიგაზე ნამყოფი არ ვიყავ და კვარა დავინახო აი ეს მომენტი შევხედო სტადიონს აი ეგ მინდა მეტი არაფერი უკვე აღარ მინდა რა გავიქეცი გიჟივით ტაქსით გავიქეცით ამასობაში ტაქსის მე და ტაქსისტი ვუყურებ თან მატჩს ჩართული აქვს ტაქსის და აი 92 წუთია 93 წუთია ანუ ის ჯერ სტადიონი არ ჩანს არა მაინდა-მაინც დაემთხვა რომ არის საცობები რაღაცეები ნუ მაინდა-მაინც კარგი მატჩი არ გამოვიდა ის პესეჟს მაგრამ ნუ მაინც ჩემთვის ძალიან მაგარი იყო და 96 წუთია და მივედით სტადიონი გუგუნებს რაღაცა და მივედით და ნუ ეს გამომზადე ეს ბილეთი ელექტრონული და უნდა შევიდე და დაცვის თანამშრომლები მეუბნებიან რომ შენ ნორმალური თუ ხარო 5 წუთში თავდებაო თამაშიო და ისთვის მოხვდი რას მეთქი აი ეხა ჩამოფრინდი თქო ეხა აღარ დაუწყე ხა ეს და მეჩქარება ძალიან და არა შანსი არ არისო მეთქი აი ბილეთი რაღაცა ამდე არ ვარენტა რა მომიჯახუნეს ეს კარი სკანდალში ხარ შესული აუ და დავიწყე იქ მოკლედ ძალიან გაუბრაზდი მე ესა 7 ადამიანი ვარ მაგრამ ხო წარმოგიდგენია რომ ძალიან გაუბრაზდი იმიტომ რომ ამდენი და რჩება 5 წუთი იქ ვარ და ვერ შევდივარ და იქით გავიხედე და ვხედავ რომ არის ეს წითელი ხალიჩა გაშლილი შენ ხალხსტუხში ხარ მე ვარ ხალხსტუხში მიკეთი აკრედიტაცია და თან პესეჟეს ხო ძიუდოს კლუბის ყავს გეცოდინება და ეცოდინება მაყურებელს ხო პესეჟეს ყავს ძიუდოს კლუბის ძალიან ცნობილი ხო და მეთქი 92 წუთია სხვა გზა აღარ იყო ეს პირდაპირ დავადე თავი და წავედი და მეთქი პესჟე ჯუდო კლუბ მეუბნები რომ ესე პესჟე მეთქი გესტ ვარ თქო რა და მობძანდით ბატონო ესე აი ეგ და ახედან რომ მაინც პრეზიდენტი შემოდისო კლუბისო და მაინც ფათაკენად თუ შეხვალთო და აი ცოტა გვერდითო პატარა წითელი ხალიჩა იყო იქ ახედან თუ კი იყოს მეთქი იყოს ხო ნუ იქნება ხალიჩა და შევედი და ამდენს მახსოვს რომ რაღაცა იგეჭვეს და მეორე თანამშრომელი მოვიდა რომელმაც მოიცა ესო სად გაუშვითო ესეო და უკვე ეს რომ დავინახე და დავყარი ფეხი და იქ ჩემი გამჩერებელი გარბო აციშვილი ხო კი გიორგი შევარიშვილი ხალხსტუხში კაცი ხმა სტადიონზე გარბოდა და მოგზდევდა იმ სტადიონის დაცვა მომდეს მაგრამ უკვე შევარდი ხალხში გავერიე და ნუ დამანებეს თავი ესე თქვა რა რამდენ წუთს უყურე აი ნახე შევედი სანამ ეს რომ მივხვდი რომ არ მომდეს არავინ და რაღაცა ვერ დავჯექი არა ვერ ჩემ ადგილზე მოძებნა ლაშა ხო იცი ხა შანსი არ არის ვარიანტი სადაც დავინახე იქ შევედი რა შესასვლელი ზევით ზედა იერუსებზე და შევედი საჯმა დაამატა მე მგონი აღარ მახსოვს ხა რამდენი წუთი დამატებით რო საჯმა დაამატა კვარა დავინახე ეს რაღაცა დაამთავრა და 1-2 საათი გამოდიოდი მე სტადიონიდან ხო კი დიდხანს გამოდიოდი ძალიან და ცოტა შორის წამოვიღე იმ მაგ სტადიონიდან პარი სენ-ჟერმენის ფოტო რომელიც გადაღებულია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ვთქვათ სუვენირად წამოვიღე ეს ფოტო ესეთ დასადგამით არის და ის სულ გამახსენდეს ხოლმე რა მაქვს რა და ამბები დავატრიალე ისე ფეხბურთზე გამახსენდა ეხა გეტყვი ერთ ამბავს ეხა ლონდონში ვიყავი და მე და მამა ვიყავით ანუ მამა ჩემი ფეხბურთზე არ იყო ნამყოფი აი 80-იანი წლების შემდეგ რა მერე და დაემთხვა ისე რომ ეხლა იყო ინგლისის ჩემპიონატის მატჩი West Ham-ი Manchester United-ი. ისე მოხდა რომ ჩვენ ლონდონში აღმოვჩნდით და მე და მამა წავედით სტადიონზე და იქ კიდე გადაგვხვდა ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ იქ გავიცანით რაღაც ძველი ფანი, რომელსაც მამაჩემმა გაახსენა 91 წლის დინამოს ამბები რა ხდებოდა ვესტჰემელი და ვესტჰემის გულშემატკივარი რომელიც ხულიგანი ტიპი იყო იმიტომ რომ მშვიდობიანად დასრულდა ეგ შეხვედრა ცოტა შორის კი და რატო ეხა იმიტომ რომ მიხვდა ის რომ მიხვდა რომ ჩვენ 4-1 მოუგეთ მაშინ ვესტჰემს მაინც უფრო ჩვენ ვესტჰემის ფანები ვიყავით ვიდრე მანჩესტერის იმ დღეს იმ მატჩში და გადავრჩით და ჩახუტებით დამთავრდა და პატარა იყო ეგეც. იყო, მაგრამ მე გაბრაზდა ის ვესტჰემის ფანი, იმიტომ რომ ბოლო დამატებით წუთზე გაიტანა შეშკომ მე მგონი, გაათანა და ერთ-ერთი მორჩა და ეს კაცი ძალიან გაბრაზდა გაიქცა, მაგრამ ის ჩახუტება მანამდე მოასწარით. იო, რამდენი რამხელა ბედნიერებაა ზოგადად ჩემს მიერ განვლილი გზა, ჯერ ეს გზა კიდევ გრძელდება და კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება და იცი რა მინდა რომ აი როგორი სილაღითაც ეხა ჩვენ მაყურებელს და ჩვენ გამომწერებს უყებოდი ამ ისტორიებს კიდევ უფრო
მეტი ქონოდეს მოსაყოლი რამდენიმე წლის მერე 2-3 ოლიმპიადის მერე და ეს ასეც იქნება და მადლობა შენ და მინდა წარმატება გისურვო იმ საქმეში თუმცა როგორც ერთ-ერთი უბრალოდ ქართველი ადამიანი არც მეგობარი არც კოლეგა არც უბრალოდ ქართველი მე ბედნიერი ვარ რომ ამ ერთს ყავს შენი სახით ისეთი ადამიანი როგორც ყავს იმიტომ რომ შენ ხარ ის პიროვნება რომელსაც ამ ქვეყნის სახელი გააქვს საზღვრებს გარეთ და მადლობა შენ და წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა წარმატება ასევე თქვენ გადაცემას და მადლობა დიდი. ჩვენ სპორტს. გიორგი ჭანიშვილი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო სტუმარი, მე ვფიქრობ საკმაოდ ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო საუბარი გქონდა, გამოყვებით, გამოგვიწერეთ და ჩვენ როგორც ყოველთვის გვპირდებით ხოლმე ბევრ საინტერესო ვიდეოს და ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. Representing Georgia Lasha Dvalishvili. მაინც მეღირსა. ერთხელ სუბექაურს აცხადებს და ერთხელ ლაშა დვალიშვილი გამოაცხადა. მადლობა.